მაშ იუნგი პაციენტებთან ერთად იკეთებს კარდიო მონიტორებს და ხედავს. 3-5 წუთში ინტენსიური საუბრის შემდეგ მათი გულის რიტმი სინქრონიზაციას განიცდის. ანუ ხდება ნერვული სისტემის უნებლიე სინქრონიზაცია. თუკი ეს პროცესი ამდენად ავტომატურია, მაშინ რატომ გრძნობს ზოგიერთი ემპათი ენერგიის მოზღვავებას, როცა ეხმარება სხვას, ხოლო ზოგიერთი ემპათი პირიქით სრულიად გამოფიტულია. პასუხი იმალება მეორე სტადიაში, რომელსაც იუნგი უწოდებდა ალბედა, ანუ გათეთრება. ამ სტადიაზე ჩვენი ემპათიური ბუნება არაუბრალოდ სინქრონირდება სხვა ადამიანების ემოციებთან, არამედ შთანთქავს მათ განსაკუთრებული ნევროლოგიური არხებით. იუნგმა აღმოაჩინა, რომ ემპათებს უნვითარდება ის, რასაც იგი უწოდებდა არჩევით ფსიქიკურ სიღრმისეულ ცოდნას. არჩევით ფსიქიკურ სიღრმისეულ ცოდნას. წარმოიდგინეთ გონება როგორც მემბრანა, რომელიც მეტ-ნაკლებად გამტარიხდება იმის დამიხედვით, თუ რას აღმოაჩენს. როცა ხვდებით ადამიანს, რომელიც დიდ უბედურებაში მართლა გასაჭირშია და მზად არის შინაგანი მუშაობისთვის, ამ მემბრანის გამჭოლ უნარიანობა, გამტარობა იზრდება ცნობიერად და ექვემდებარება კონტროლს. მაგრამ როცა ხვდებით ადამიანს, რომელიც ანთხებს ემოციებს უკონტროლოდ, უპასუხისმგებლოდ, მაშინ ეს გამტარობა ძალით ირღვევა. გამოცდილ ემპათებს უნვითარდებათ არაცნობიერი სენსორები, რომლებიც შვენივრად ამჩნევენ ამ განსხვავებას. ეგრევე გრძნობენ, რა უნდა სხვა ადამიანს, განკურნება თუ უბრალოდ ემოციური გათავისუფლება. ეს განსხვავება განსაზღვრავს, იქნება თუ არა ათვისების პროცესი მართლა კვებავი თუ ტოქსიკური. ალბედა სტროს, ალბედა უჯრედულ დონეზე ხდება რაღაც განსაკუთრებული. ეს გათეთრების დროს. ემპათები უბრალოდ იწოვენ ქიმიურ ინფორმაციას ფერომონებით. რა არის ფერომონების ქიმიური სიგნალებია, რომლებსაც ცხოველებიც და ადამიანებიც გამოყოფენ გარემოში, რათა იმოქმედონ სხვა ინდივიდების ქცევაზე. ესე იგი, ფერომონებითაც იწოვენ ქიმიურ ინფორმაციას. აგრეთვე სახის ძალიან სწრაფი უკონტროლო გამომეტყველებით, მიმიკებით, რომლებიც ავლენენ შინაგან ემოციებს და აგრეთვე რითი იწოვენ კიდე ნატიფი ელექტრომაგნიტური ველებით. ემპათების სისტემა იწყებს არა მარტო სიტყვების დამუშავებას, რომელსაც ადამიანი ამბობს, არამედ იმ ბიოქიმიურ მდგომარეობებს, რომლებსაც ის განიცდის. ოდესმე გიგრძნია, რომ ზუსტად იგივე სგრძნობ, რასაც ადამიანი შენს წინაშე, მაშინაც კი, როცა ის ცდილობს ეს დამალოს. ზუსტად იცი, რას გრძნობს ის. ან გიგრძნია სიტუაციის სინამდვილე, მაშინაც კი, როცა სრულიად საწინააღმდეგო არის თქმული. ეს იმიტომ ხდება, რომ ემპათიური გონება ალბედოს დროს გათეთრება. კითხულობს ინფორმაციას, რომელიც მოქმედებს ცნობიერი ურთიერთობების მიღმა, გაცილებით უფრო ღრმა დონეებზე. ჩვენ ვიჭერთ სიგნალებს, რომლებიც ხსნიან ნამდვილ ემოციურ მდგომარეობებს, მიუხედავად სიტყვებისა ან სახის მიმიკისა. ამ ფენომენს იუნგი შემოქმედებითად ამოწმებს და ამოწმებდა უფრო სწორად, პაციენტებს თხოვდა ტყუილი ეთქვა ემოციურ მდგომარეობაზე. ანუ არასწორად დაეხასიათებინა სიტყვებით ის ემოციური მდგომარეობა, რაც გააჩნდა. თან აკვირდებოდა მათ ფიზიკურ რეაქციებს. 93%-ში იუნგი ახერხებდა გამოეცნოს სიღრმისეული ემოციური სიმართლე, მაშინაც კი, როცა ადამიანი ცნობიერად ცდილობდა მის მოტყუებას. ზუსტად მესამე სტადიაზე
გააკეთა იუნგმა თავისი რევოლუციური აღმოჩენა სტადიაზე, რომელსაც უწოდა რუბედო, ანუ გაწითლება. ეს არის სტადია, რომლის დროსაც ხდება ნამდვილი ალქიმიური გარდაქმნა. აი ამ სტადიაზე ჩვენი ემპათიური გონება არა მხოლოდ შთანთქავს სხვა ადამიანების ემოციებს, არამედ ამუშავებს მათ საკუთარი ინტეგრაციული უნარით და აბრუნებს უკან ამავე ემოციების ოღონდ ტრანსფორმაციულ ვერსიას. ამას იუნგი უწოდებდა ტრანსცენდენტულ ფუნქციას მოქმედებაში. ტრანსცენდენტულ ფუნქციას მოქმედებაში. ემპათიის არაცნობიერი აღქმა აი ამ პირველყოფილი ემოციური ბუნდოვანების არის ძალიან მნიშვნელოვანი. და შემდეგ უკვე ამ ბუნდოვანების ორგანიზებას ახდენს. რისი საშუალებით? მის მიერ დაგროვილი სიბრძნის საშუალებით. ესე იგი, არაცნობიერად აღიქვამს პირველყოფილ ემოციურ ბუნდოვანებას, სხვისას, სხვა ადამიანის და შემდეგ ახდენს ამ ბუნდოვანების ორგანიზებას საკუთარი სიბრძნის საშუალებით. აი რანაირად ხდება, რომ 15 წუთიანი საუბარიც კი საკმარისია სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან, გამოვიწვიოთ მათში ასევე სრულიად განსხვავებული გრძნობები, ისე რომ საერთოდ არანაირი კონკრეტული რჩევა არ მივცეთ. ანუ რუბიდოს დროს ემპათები მოქმედებთ როგორც ფსიქოლოგიური კატალიზატორები. ემპათიის არსებობა ჩვენს სიახლოვეს აქტიურებს ინტეგრაციის პროცესებს სხვა ადამიანების ფსიქიკაში არა სიტყვებით ან ტექნიკებით, არამედ იმით, რასაც იუნგი უწოდებდა არქეტიპულ რეზონანსს. იგი თავისთავად ემპათიის არსებობა აქტიურებს არქეტიპულ რეზონანსს. ეს არის საოცარი უნარი. და რა საოცარ უნარზეა ლაპარაკი? ცნობიერ წონასწორობაში შეაკავო ემოციური პარადოქსები. და თანაც, როცა შენ ამას ახერხებ, ანუ ცნობიერ წონასწორობაში აკავებ ემოციურ პარადოქსებს, შთააგონებს სხვასაც, რომ იგივე გააკეთოს. ანუ ემპათიის თანდასწრებით შენ უკვე განკურნებულად გრძნობ თავს. რატომ? იმიტომ რომ ემპათი თავად მაგალითია იმისა, რომ ნამდვილად შეიძლება განიცადო ძლიერი გრძნობები ისე, რომ ამ ძლიერმა გრძნობებმა არ გაგანადგურონ. ემპათი გეუბნება, რომ რთული ემოციების გადამუშავება და ინტეგრირება სრულიად შესაძლებელია და არ არის აუცილებელი მათი ჩვეულებრივად, როგორც ვაკეთებთ, უარყოფა ან პროეცირება. ემპათიის ფსიქოლოგიური აურა ხდება შესაძლებლობების ველი უამრავი ტრანსფორმაციისთვის. იუნგს დაფიქსირებული აქვს შემთხვევები, როცა ემპათმა შეძლო და გამოიწვია სხვა ადამიანებში ღრმა ფსიქოლოგიური ცვლილებები მხოლოდ ცნობიერი ყოფნით, მხოლოდ ცნობიერი არსებობით, ყოველგვარი ფორმალური თერაპიის გარეშე, პირდაპირ რჩევების გარეშე, სპეციალური ტექნიკების გარეშე, უბრალოდ და მხოლოდ უნარით დააკვირდეს სხვების ტანჯვას ისე, რომ არ მოახდინოს მათთან სრულად გაიგივება. მაგრამ ყველაზე სახიფათოდ იუნგს აი რა მიაჩნდა. საქმე იმაშია, რომ ეს პროცესები მიდის მხოლოდ ცნობიერში. არაცნობიერ მდგომარეობაში ამ პროცესმა შეიძლება საერთოდ გაანადგუროს ემპათი, თავად ემპათი. ანუ გაუცნობიერებელი ემპათი ხშირად გაეკვეხება ხოლმე აი ამ ალბედას სტადიაზე, ესე იგი რუბიდოზე აღარ გადადის. მუდმივად შთანთქავს ხვის ემოციებს, ისე რომ ვერ ამუშავებს მათ, ესე იგი ვერ მიჰყავს რუბიდომდე. უფრო სწორედ რუბიდოს საშუალებით ვერ გადაამუშავებს მათ მუდმივად. და რა თქმა უნდა, ისინი საბოლოოდ ხდებიან აი ამ
იუნგი უწოდეს ფსიქოლოგიური კოლექციონერები, ანუ სხვების ემოციური ტკივილის დამგროვებლები. ისე რომ ამ ემოციების გარდასახვა, ტრანსმუტირება არ შეუძლიათ. აი ასეთი სიტუაცია ქმნის იმას, რასაც იუნგი უწოდებს ემპათიურ მოწამვლას. ანუ ემპათი იწყებს გაბრაზებას იმ ბრაზით, რომელიც მას არ ეკუთვნის. მოწყენილია, სევდას განიცდის, იმ წყენით და იმ სევდით, რომელთა წყაროსაც ვერ არკვევს. განიცდის შფოთს, რომელიც თითქოს და არ საიდან ჩნდება. და რადგან აი ამ ემოციების უკან პირადი გამოცდილება არ დგას, ემპათის პირადი გამოცდილება, მათი განკურნვა უბრალოდ შეუძლებელია ტრადიციული თერაპიული მეთოდებით. იუნგი აკვირდებოდა ემპათებს, რომლებსაც განუვითარდათ ქრონიკული დეპრესია, სხვისი ემოციების ცნობიერი გადამუშავების გარეშე, მათი ემოციების ესეთი მრავალწლიანი შთანთქმის შედეგად, ისე რომ გადამუშავების შესაძლებლობა არ იყო. მათ განუვითარდათ გენერალიზებული შფოთვა, რადგან მათი ნერვული სისტემა მუდმივად იყო გადატვირთული იმ ინფორმაციით, იმ ემოციური ინფორმაციით, რომლის მოწესრიგება და დალაგება მათ ვერ შეძლეს. და აქ მთავარი კითხვა, კიდევ ერთი, რომელიც იუნგმა დასვა, შეუძლია თუ არა ემპათს ისწავლოს ამ სამი სტადიის გავლა.